მოგესალმებით და პოლინა სამყაროში. დღეს მოვამზადოთ ნამცხვარი სახელწოდებით მაკოცე. ნამცხვარი მაკოცე აღმოვაჩინე ჩემი საუკეთესო მეგობრის რეცეპტების რვეულში, რომელიც ჩამოიტანა ისეთ რომ საჩვეულებრივად ჩამოვიდეთ და 2000-იანების დასაწყისი 2002-2003. აი, იქ დროინდელი რეცეპტია, უბრალოდ რვეული რეცეპტი, ბევრად უფრო ძველია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელია, ჭირდება მცირე რაოდენობის ინგრედიენტები, ისეთი რომელიც ყველა სახლში გვაქვს თითქმის. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება გაზაფხულს, ასევე ზაფხულს, არის ჰაეროვანი, სწრაფი. ნამცხვრის მომზადების პროცესი იყოფა ორ ეტაპად. ეს არის ცომი და შემდეგ უკვე ბეზე, რომელიც უნდა მოვამზადოთ და გადავუსვათ ზემოდან. პირველ რიგში ახლა ჩვენ მოვამზადოთ ცომი და განახებთ რა არის ამისათვის საჭირო. რეცეპტს მე უცვლელად დავტოვებ, არაფერს არ შევცვლილ გარდა შაქრის რაოდენობისა ცომში. მოვამზადებ არა გრამაჟობით, არამედ ჭიქებით, როგორც ადრე მზადდებოდა. რეცეპტისთვის გჭირდება 7 კვერცხის გული, 4 სუფრის ყოფსი მაწონი, 300 გრამი ძალიან რბილი კარაქი ან მარგარინი, 2 ჭიქა შაქარი, ჩემ შემთხვევაში მე შევამცირებ და დაახლოებით 280-300 გრამამდე მაქვს. ასევე გჭირდება წიკვი მარილი, 4 ჭიქა ფქვილი, ვანილი და 1 შეკვრა გამაფხვირებელი. ძველ რეცეპტებში გამაფხვირებელი არ გამოიყენებოდა, არამედ მაშინ იყო სოდა წვრით, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ გამაფხვირებელი, აიღეთ 1 ჩაის კოვსის და გახსენეთ შემდეგ. შეგნით 1 ჩაის კოვსი ძმარი და დაუმატეთ ისე. მოკლედ როგორც ჩანს, ესეც შევცვალე, მაგრამ ერთი და იგივე შედეგი გვაქვს შემდეგ და ეს დიდად არაფერს არ ცვლის. ცომის მომზადება ძალიან მარტივი, შეგვიძლია უკვე ღუმელიც გავახუროთ დაახლოებით 180 გრადუსზე. ეს არის ჭიქა, რომელთაც ახლა მე ვხემძღვანელობ. არის ჩაის ჭიქა და ჩადის დაახლოებით 250 მილილიტრი სითხე შიგნით. კვერცხის გული, რომელიც არის გაყოფილი და არის ოთახის ტემპერატურის, უმჯობესია ყოველთვის რომ იყოს ოთახის ტემპერატურის, გავთქვიფოთ ჩვენ შაქართან ერთად. მე მაქვს აქ 7 კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არის რაოდენობა შემცირებული და მაქვს დაახლოებით 280-300 გრამამდე შაქარი. შაქარი და კვერცხის გული კარგად გაეთქვიფა. ეხლა დავმატოთ უკვე კარაქი და კარაქი სასურველია რომ იყოს რბილი, შეგიძლიათ ასევე თხევად კარაქიც რომ დავუმატოთ. მაგრამ მე მგონი რომ ჯობია ამ შემთხვევაში იყოს რბილი. არის ძალიან რბილი. კარაქით შეურიეთ. საკმაოდ სქელი მასა მივიღეთ, ეხლა დავმატოთ უკვე მაწონი და იმ შემთხვევაში თუ კი გაქვთ სოდა და ამზადებთ სოდით, შეგიძლიათ მაწონშივე გახსნათ უკვე თქვენი სოდა. კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ. არ გაგიკვირდეთ, მასამ მიიღო ისეთი ეფექტი თითქოს და აჭრილია, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა. ვუმატებთ უკვე 4 ჭიქა ფქვილს. მე დავუმატებ არასავსე ჭიქას. ესეთაც მონიშნულია, ჩემთან მონიშნულია იმ ადგილამდე დავუმატებ მხოლოდ. აქვე გავხსნი ახლა მე ერთცალ გამაფხვირებელს. რაც დავგვაწყვეტ, ეს არის ვანილი და პირდაპირ ჩაუშვათ ახლა და ერთხელ კიდევ დავატრიალოთ. ასევე დავუმატოთ მარილი, სულ ცოტა მარილი, მწიკვი მარილი. გამაფხვირებელი ავურიოთ ფქვილში და ჩაუშვებ კვერცხიან მასაში შიგნით. ფქვილი თუ იქნება გაცილი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესია. ეხლა მე ჯერ დავუმატებ თავიდან 3 ჭიქა ფქვილს, რადგანაც ამ ნამცხვარს პირველად ვაკეთებ და დავუკვირდები ხარ რამე არ შემეშალოს, 2 და მესამესაც დავუმატებ, ხოლო მეოთხეზე კი დაველოდები შევხედავ ჯერ როგორი კონსისტენციის იქნება დაახლოებით. მასა გამოვიდა ახლა რბილი,
ასეთ შეგიძლიათ რომ დატოვოთ. უბრალოდ შემდეგ ხილს რომ დაალაგებთ ზემოდან, ეს ხილი ყველა ქვემოჩაო და იქნება ფუმფულამაზე, მაგრამ ესეც ძალიან გემრიელი იქნება, ხუთაშორს მე ძალიან მომწონს. მოკლედ დავეყვნოთ ახლა ბოლომდე რეცეპტს და დავუმატოთ მეოთხე ჭიქა ფქვილიც. მე როგორც ვიცი, უნდა იყოს თვითონ ცომის მასა ცოტა მყარი. მეოთხე ჭიქასაც უმატებთ. ქვილი დავუმატე დაახლოებით 4 ჭიქა ნახევარი. არ არის ესე ახლა როგორ გითხრათ, ესეთ ფხვიერი ცომი არ არის. არის ოდნავ რბილი, მაგრამ მაგარი ცომი. შეგიძლია რომ ხელიც მოგიდოთ, მაგრამ ეხლა რომ გითხრათ რომ ეს არის ფხვიერი ცომი, არ არის. დაახლოებით 4 ჭიქა ნახევარი ფქვილი დამატება მომიწია. მოკლედ თავიდან მე ვთქვი 4 ჭიქა, მაგრამ ასე გამოდის მე ისიც არ ვიცი ხარ ამ ხელა ჭიქებით მზადდებოდა მაშინ. შემდეგ ვიღებ ყველაზე დიდი ნამთვრის ფორმას, რომელიც ოჯახში მოგვეპოვება, იმიტომ რომ ეს რაოდენობა არის საკმაოდ დიდი ფორმისთვის განკუთვნილი. შემთხვევაში თუ თქვენთვის ეს არის ბევრი რაოდენობა, პორცია უბრალოდ გაყავით და ისე მოამზადეთ. მე გადავიტან ახლა ცომსით და გადავანაწილებ და ვნახოთ დამრჩება თუ არა კიდევ ცომი. მას ამყარია შეგვიძლია ესე ხელით რომ გავაფრთხილოთ. ცომს რომ გადავამტყილოთ, შეეცადეთ რომ ცომი სისქე იყოს ყველგან ერთი და იგივე. ეს ისეთი ცომია, რომ ამის კონსისტენციას აუცილებლად შეიგრძნობთ ხელით. იმიტომ რომ ფაქტობრივად ხელით გვიწევს აქ გადანაწილება და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ კი მთელი ნამცხვარი იქნება ერთი და იგივე სისქის და არა ზოგან სქელი, ზოგან ეხათ ხელი. ცომი გადავანაწილეთ ფორმაზე, ახლა გვჭირდება რომ ცომს ზემოდან დავალაგოთ ხილი ან მურაბა. რეცეპტში, ორიგინალ რეცეპტში მოცემულია შემდეგი რამ. ან ალუბლის მურაბა, ან ღონღოშო, სახელს ვერ ვიმახსოვრებ, ან შინდის მურაბა და ჩემს მეგობარს მის რეცეპტში ეწერა, ჩემ მეგობარი კი ხსენებს, რომ მის ნამცხვარში იყო ქლიავის მურაბა, რომელიც იყო მჟავე და რომელიც იყო მთლიან და ზუსტად ისეთი ვიპოვე მე სხვათა შორის აქ მაღაზიებში ხლა. მაგრამ მე ხა ცოტა რეცეპტიდან გადავუხავ და რაც მე აქ მაქვს არის წითელი მოცვი გაყინული, რომელიც ძალიან მიყვარს და ასევე ქლიავის მურაბა, მჟავე ქლიავის მურაბა. ვერ გადავწყვეტე რომელით მომზადებინა. წითელი მოცვით თუ ქლიავის მურაბით. ამის ფერი ძალიან მომწონს, თვითონ მშავე გემო, ხოლო ქლიავის ჯემი კი უბრალოდ მურაბა კი მინდა, იმიტომ რომ რეცეპტში ასე წერია და გადავწყვეტე ესეთი რამ, რომ მოდი ნახევარი იყოს წითელი მოცვი, ნახევარი იყოს ქლიავის მურაბა. ქლიავის მურაბას ჩვენ ასევე დავუმატებთ ნიგოსაც, რომელიც საოცრად უხდება. ჯერ ნიგოს მოვაყრით, დავშვათ ახლა ნიგოზი, შემდეგ უკვე ქლიავის ჯერს მოვალაგებთ. მოკლედ ნახევარი გავაკეთოთ ახლა. მოკლედ დავშვათ ჯერ თვითონ ნიგოზი. ნიგოს მოვაყრი ახლა მე ნახევარ მხარეს. არის დაახლოებით 100 გრამი ნიგოზი. ერთხანს გადავანაწილებ ქლიავის ჯემი და კიდევ ეძებ რომ ცოტა მეტი ქლიავი იყოს შენი, მაგრამ აღარ არის და ეხა უბრალოდ აი ამ თვითონ ჯემს დავუმატებ მურაბას უბრალოდ. მოკლედ ბოლომდე დავფარე, ეხლა უკვე მეორე მხარესაც დავიწყოთ. ჩვენი მოცვის გადანაწილება, ამას არაფერს არ უმატებ საერთოდ, არ ჩაქარს. ფაქტობრივად არაფერს არ უმატებ რა. ისე ვალაგებ ამ გაყინულ მოცვს. ეხლა კი ნამცხვარი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და რამდენი დრო დაჭირდება ამას გეტყვით შემდეგ. როგორც უკეთეთ, მეც პირველად ვამზადებ. ღუმელი გვაქვს 180 გრადუსზე გახურებული და ვაცხობთ ზედა ქვედა წვაზე. სანამ ნამცხვარი ცხება, მანამდე ჩვენ მოვამზადოთ ბეზე. აქ მე მაქვს კვერცხის ცილა, 7 კვერცხის ცილა, რომელიც მომრჩა ცომისგან. კვერცხის ცილა არის ოთახის ტემპერატურის და
რაც მთავარია არ უნდა შეყვეს შიგნით კვერცხის გული, თორემ აღარ გაითქვიფება. უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, მხოლოდ და მხოლოდ კვერცხის ცილა. თითო კვერცხის ცილაზე გჭირდება 50 გრამი შაქარი, ანუ აქ გვაქვს 7 კვერცხის ცილა და გჭირდება დაახლოებით 350 გრამი შაქარი. ასევე მე მაქვს აქ 2 ჩაის კოვსის სიმინდის სახამებელი და ვანილი. რატომ მომატებთ სახამებელს? მყარ სტრუქტურას აძლევს შემდეგ ჩვენს ბეზეს. ახლა დავიწყოთ და ამას ყოველთვის ვამბობ მე ვიდეო რეცეპტებში, რომ აუცილებელია რომ თქვენი თასი იყოს აბსოლუტურად სუფთა, არ კონდეს არაფერი, არც კვერცხის გული, არც წყალი იყოს თავიდან ბოლომდე მშრალი. და პირველ რიგში კვერცხის ცილა უნდა გავთქვიფოთ. არ უნდა გავთქვიფოთ შაქართან თავიდან, როდესაც ამ მეთოდით ვამზადებთ, ჯერ ითქვიფება კვერცხის ცილა, კვერცხის ცილა რომ დაიწყებს ამოსვლას და როდესაც გათეთრდება უკვე და იწყებს გაორმაგებას, შემდეგ უმატებთ უკვე შაქარს ნელ-ნელა. კვერცხის ცილა და სულ ცოტა მარილი გავთქვიფოთ. რატომ უმატებთ მარილს? ეს ხელს უწყობს იმას, რომ კვერცხის ცილის სტრუქტურა მალე დაიშალოს. კვერცხის ცილა გაითქვიფა, ახევარზე დაახლოებით. ეხლა ნელა-ნელა დავუმატოთ უკვე შაქარი, ну ეს რატოც არ ვიცი. მაგრამ უმატებთ შაქარს, არა ერთიანად, არამედ ნელ-ნელა. და ვთქვებთ საშუალო სიჩქარეზე. აქვე ვანილსაც დავუმატებ, ვანილის შაქარს, თუ გაქვთ თხევადი, ვანილი ამ შემთხვევაში სულ ბოლოს დავუმატეთ, ისეც ფრთხილად შეურიეთ. ბოლოს თქვებ მე მაღალ სიჩქარეზე, რატომაც მითქვა ახლა რომ ლიმონჟავა დავამატებინა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვე და ვიპოვე შემდეგ შეებთხოვით ლიმონის შაქარი. სულ ცოტას დავუმატებ ამას, მე მგონი რომ ცუდია რომ დაიყოს, მაგრამ იმხელა არის რომ ალბათ დიდებად დარჩებათ, კიდევ ერთხელ გავთქვიფო, მოკლედ შეგიძლიათ რომ გემოს დაბალანსებისთვის სულ ცოტა ლიმონჟავა დავუმატოთ. აი ნახეთ. ძალიან კარგი ბეზია. ეხლა ამას გამოვთავმე და სიმინდის სახამებელს უკვე ხელით შეურებ. რა თქმა უნდა, აი ამ ნიჩაბით თუ რაც არის, უბრალოდ ამით შეურებ ფრთხილად. ნამცხვარი გამოცხვა ჩემთან დაჭერდა დაახლოებით 40 წუთი. გააჩნია რა თქმა უნდა ფორმის ზომას და გააჩნია რაოდენობას, რამდენს მომზადებთ. ჩემს აზრით ჩემთან დაჭერდა ცოტა მეტი დრო, იმიტომ რომ ეს ნაპირები აქვს, აი ეს ფორმა რა კი აქვს გვერდებში, მე მგონი რომ ამიტომაც დაჭერდა უფრო მეტი დრო. მოკლედ შეხედეთ, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეხედეთ რა ეტაპზეა თქვენი ნამცხვარი გამოცხობის პროცესში. ეხლა უკვე გადავიტანოთ ბეზე ზემოდან. ჩემს მეგობარს რეცეპტში ეწერა ესე რომ კოვზობით დალაგებდნენ, ესე კოვზობით. ჯერ დავიწყებ მასე კოვზობით დალაგებას მეც და შევხედავ თუ კი არ მომეწონა, შემდეგ უკვე ჩემებურად გავაკეთებ. მოკლედ ეხლა ბეზე ვათავსოთ ზემოდან. ნამცხვარს არ ჭირდება გაცება, ამიტომაც არის ეს ესეთი კარგი და სწრაფი, რომ არაფერი არ ჭირდება, არც გაციება, არც გაცხელება, უბრალოდ გამოცხება და შემდეგ ზემოდან გადაიტანთ ბეზეს. ეს არის ზუსტად ამის ეს რომ ესეთი სწრაფი, ამიტომაც არის ესეთი იდეალური ჩემის აზრით. ბეზე მოვალაგეთ ზემოდან, ეხლა დავასრულოთ ცხობა 180 გრადუსზე, ისევ დაახლოებით 15-20 წუთი დაჭირდება, რომ ბეზე ზემოდან შეშრეს და ასევე ოდნავ გამოგდეს. ფერი უნდა შეიცვალოს რა, ალბათ ცოტა გამოვაცხოთ, ასე რომ ვთქვათ. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე. ბეზეს ნამცხვარი მზად არის, გამოცხვა ოდნავ თბილია ჩემთან, მაგრამ ეხლა მე გადმოვიტან უკვე ჩემს აი ამ ფორმაზე, რომ დავჭრა.
ნახეთ როგორი საოცრება, როგორი უბრალოდ და მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ესეთი უბრალოდ ნამცხვრის შთაბეჭდილებას ნამდვილად არტოვებს. კარგად არის უკვე შეგრილებული, ბოლომდე გაცივული არ არის, მაგრამ შეგრილებული და მე ხლა დავჭრი ამას. და ვნახოთ საბოლოოდ როგორი გემოსია. ეხლა გავსინჯოთ ეს კომბინაცია ბეზე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცომია, აბსოლუტურად ძალიან მარტივი. არა შესაძლოა შემდეგ გავწერ. გარეთ არის საოცარი ამინდი და როგორ ხდება რომ იცოდე და ჩემს ნამცხვარს როგორ ხდება ეს ამინდი. რაღაც ისეთი ნამცხვარია აი მზე ამოდის პირდაპირ ყველგან გონებაშიც ღმერთო რა კომბინაცია ეს მჟავე ეხლა მე ჯერ გავსინჯე წითელი მოცვის ესეთი უბრალო ესეთი გემრიელი ეხლა გავსინჯეთ ლეღვის მურაბით როგორი იქნება რა ლეღვის მურაბა რა შუა შეყო ქლიავის მურაბით უფრო სამთრისკენ მივყავართ ამას რაღაცა ნიგოზი ქლიავი გეტყვით რომ ჟავეა ესეც საკმაოდ და ნიგოზი არის სასწაული ერთ-ერთი აი ნიგოზი ძალიან უხდება ამ კომბინაციას ნიგოზი მე რომ მითხათ რომ მასე ავირჩევთ რომ მას მომზადებდი გეტყოდით რომ ზაფხულში მომზადებდი აი ამას და სადღაც ჩემო დგომისთვის მომზადებდი ამ ვარიანტს. აი ვიტყოდი 10-დან 10, ვისაც გიყვართ ბეზე, ვისაც გიყვართ ხილი, სიმჟავე, ეს არის იდეალური. იდეალური მზადება სწრაფად, არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტები, ეს ინგრედიენტები ყველა სახში გვაქვს და სადღაც საათნახევარში თქვენი ნამცხვარი იქნება უკვე მზად. არ უნდა ელუდოთ არაფერს დიდი ხნის განმავლობაში, თბილიც კი შეგიძლიათ რომ დაჭრათ და მიირთოთ. აი, შემოკარგებო, სულ ეს არის ჩვენ დღევანდელი ვიდეო რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში, თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხებიცაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანი. დროებით